ამილოიდოზი თუ გაგიგიათ ასეთი დაავადება და თუ იცით ეს დაავადება და თუ განიკურნება. ერთ-ერთი ქალაქია დასახელებული, მაგალითად ნეფროლოგი აზრზე არ არის ამ დაავადების ქალაქს არ ვასახელებ. ძალიან საინტერესო მომენტია. საკმაოდ რთული დაავადება, როდესაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო იწყებს აი ეგეთი ცილა ქვია, ამილოიდი იწყებს დაგროვებას და იწყებს დაგროვებას სხვა ადგილებში და საკმაოდ სერიოზულად გამოყავს ყოფრიდან სხვა ორგანო. ისე არსებობს ორი სახის, მე როგორც მახსოვს, ერთი არის პირველადი, ანუ წინაპირობა სხვა დაავადება არ უძღვის და არის თუ არ ვცდები პოსტტუბერკულოზური, ხო, პოსტტუბერკულოზური არის პოსტრევმატოიდული, ანუ როცა სხვა დაავადება, თქვა ტუბერკულოზი, რევმატიზმის შედეგად ვითარდება ეს მდგომარეობა და ეს ამილოიდი გროვდება ორგანიზმში საკმაოდ დიდ ხიბას წარმოადგენს, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და საკმაოდ სერიოზული მიდგომა უნდა ესე ამ დაავადებაზე რაღაც რჩევებს ინტერნეტის ვერ მიცემ. არა, რჩევები არ გვინდა, იკურნება თუ არა, ექვემდებარება თუ არა. საკმაოდ რთულად, რომ გაურკვეველი წარმოშობის დაავადება, თუმცა გენეტიკური ფაქტორიც არსებობს, როგორც მახსოვს აქ და ესე მარტივი არა. თუ არის მეორადი, უფრო ადვილი იქნება მისადგომად, იმიტომ რომ ძირითად დაავადების მკურნალობით ეს დაავადებაც იმაშובה, რა ქვია, ნელდება. ანუ თუ დაუშვათ არის რევმატიზმის შედეგად გამოწვეული, რევმატიზმი ავტოიმუნური დაავადება, მისი შეჩერება და შერბილება შეიძლება, ამიტომ შესაბამისად შეიძლება ამისგანაც ავიცვლოთ პაციენტი და თუ არის პირველადი აქ რთულადაა საკითხი და ძალიან ესეთ გლობალურ მიდგომას საჭიროებს და საერთო ჯამში ნებისმიერი დაავადების დროს შესაძლებელია რაღაცის გაკეთება. ყველა ვარიანტში შერბილება სიტუაციის და მდგომარეობის გაუმჯობესება თუ გამკურნება არა, თითქმის ყველა დაავადების დროს შესაძლებელია რა პროცესის მკვეთრად შენელება. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში კითხავს რომ ამას შველით, იმას შველით, ყველაფერს შველით თუ სწორი მიდგომა იქნება და დაავადების წინააღმდეგ არის ორი ვინმე ექიმი და დაავადებული ერთად ის დაავადება როგორც წესი უკან იხევს. და თუ უბრალოდ დაავადებული ადამიანი არ ექვემდებარება, არ ექვემდებარება თქვა არ ჯერ არ წმენა არ აქვს, შენკენ არ არის, ექმის თავის მითითებებს არის ხო. ამ შემთხვევაში უფრო რთულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეხა ჩვენი პრობლემების უმეტესობა მოდის შაქრებიდან, მაღალ ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შენ შემთხვევაში ადამიანებს არ უნდათ ამ ყველაფერზე უარის თქმა, ხო, როგორ ნამცხვარი არ ჭამო, როგორ ჩიპსი არ ჭამო და იწყება ესე, მაშინ უკვე ბევრად რთულადაა საქმე. ხო და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც უკვე მნიშვნელოვანია მგონი. ყველა ვარიანტში თითქმის არ არსებობს მდგომარეობა, როცა არ შეიძლება რომ რაღაცა დადებითი არ გამოიღოს კონსულტაციურმა პერიოდმა. როგორც წესი თითქმის 99% იძლევა შედეგს. მადლობა.